Rakres, bicho, დაგარტყევ. არავის არ დაუწია, გაიცი. არ დაუწია. იკა ვინ მოხდა? ეს ისამი რა. რა გადი ჟურნალისტი ვარ, ხელი გამიშვი. არ გადავა. მე მუშაობ. აი აქ ხელი წერტილი და მუშაობ. გასაგები აქ ხელს. მე ხეხები, აი ნახე. არა, ხოდა ხელს არ გისმე. შეისახე აკეთე. ხო, წესია რა დაგმოთ. აწყნა. რატო იკა, რატო იჭერთ ამათ, რატო ვერ გავიგე. ავიდა დანაყოფში.
მოქალაქეები არ არიან ცოტა მოეკეცეთ ნორმალურად. ნამდვილად ვერ მოგესალმებით ასეთ მოქცევაზე რა. თქვენი უფროსი ვინ არის? ვინ არის აქ უფროსი? ეს რას ხედავ? ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს. უფროსი ვინ არის? არიცით? რის საფუძველზე დაიჭერეთ ეს ტიპები? რატო? მართლა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რატო დაიჭერეთ? მშვიდობიანი დემონსტრაცია გზაზე არ დადის. მათ როგორ არ დადის პირველი დემონსტრაცია არ გზაზე? შენი ჭირია. გადავწამდი. გამოდი რა, გამოდი. მეც დამიჭერდით? რომ მეც დამიჭერ? და საზოგადოების წესრიგს საზოგადო ვარ ემორჩილება პოლიციებს. ვინ არის მე? ჟურნალისტი ვარ. და რა დამოშილება გქონდა? მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩაყრა ესე ბანკანებში პოლიციის დარღვევა არ არის? Ani, სადა? არ დაემორჩილე? ხო, დავემორჩილე, მაგრამ რამდენად შევძოთ მე შევძოთ. რამდენადაც მითხრეს რომ დაგიწყიათ პოლიციელებში ჭრუპი და ასე. არა, პირველად პროვოკაცია წავედი. ჩაიყო. რაგადი და გაწაიგე. აგარ ცხელი წერტი. მე იმიტომ გავარტო შენ. ხო და მეც იმიტომ გავარ მე ჟურნალისტი. რა გადაიგო. ხელი გამიშვა. აკედა გადაიგო. არა დავშვიდა გიგინები. მუშაობაში ხელს რატომ მიშლი? ჟურნალისტებს ხელს რატომ მიშლი? როგორ არ მიშლი მიჭერ? აბა ეს რა არის? დამშვიდა. რა გადავიღოში მე მიშვი? იქ არ მიყო. რა თქვი არ მივარ? რა უფლება გაქვს? რითი მაკავებ? რა უფლებით მაკავებ? ვიწყარ. არა ყავს არავინ გაწყნარდი. რა უფლებით მაკავებ? ვიწყარ. გაწყნარდი. რატომ მაკავებ? მითხარ წყლად იქნებ, ოღონდ რატომ მაკავებ? გადაიღეთ რამე გიდა. რატო არ მიშვი? გადაიღეთ თუ კიდე არ მიხვიდი ახლა. რატო? რატო არ მი? როგორ გადავიღო? ჟურნალისტი ვარ. კიდევ ერთ შენიშნავს მოგცემ და დაგაკავე. ვერაფერს ვერ მისამ, კიდევ ერთხელ აგები შუაგზაზე და დაკავდეთ. როგორ? რა ის საკუთრებდა დამაკავებ? რის საფუძველზე? გადაიღო. რის საფუძველზე დამაკავებ? გადაიღო. არ უნდა დაკავდე. იმან არ ვიცი. დაგეკავრო. შევადიყავ. არ დავყავებ თუ დაარღვევ წესრიგს. რა წესრიგს? თქვენ არ აღწევს წესრიგს? რა მუშაობ? რატო? რა რის საფუძველზე მეუბნები მაგას? რა მე რომ მიშლი ხას არაფერი? მე ხელს რატო მიშლი? მომისმინე ეს ისლის დაწნადი. კი მიშლი. არ მიშლი. დამშვიდი. მომისმინე. ეს წუთი მომისმინე. ჩვენ არ შეგვისალოთ ხელი. შენ მე ხელს რატო მიშლი? ჩემი საქმის გაკეთება. საზოგადოებრივი წესრიგი. როგორ? ვიმოქმედეთ ესე იგი. თქვენ უაფერხებთ აქ მოძრაობას რა არის? არა უნდა გიშლის. გადაიღე. გზაზე არ გამიხვიდე. გზაზე არ გამიხვიდე. არა, ვის საფუძველზე? სახეები დააფიქსირე. რომელი? რომელსაც ფორმა არ აცვია და პოლიციის კანონმდებლობა მითხარით რომლის საფუძველზეც? არა, რომლის საფუძველზე თქვენ მიშლით აქ გზაზე გადასვლას? მაინტერესებს ჟურნალისტი. როცა არის საგანგებო მდგომარეობა. ეხა არის თუ არის საგანგებო მდგომარეობა? არის თუ არა? ეხა საგანგებო მდგომარეობა. არის ეხა. მე გახლავარ მეცხოველების თავმჯდომარე. დიახ. რა პრობლემებთან გაქვს საქმე მაინტერესებს. მე ჟურნალისტი ვარ და ხელს მიშლიან ჟურნალისტობ მუშაობაში. აი არ მიშვებენ. მუშაობაში ხელს მიშლიან, ნახეთ და მიხვდებით. აი როგორი ეს გავჩერდეთ ხალხო აქ ტროტუარზე. გადმოვიდეთ ტროტუარზე. ზიდან გადმოდით. გადმოვიდეთ გეხვეწებით ხო? გადმოდით. სავალი ნაწილი არ ვიდა. უბა. ჩაუჭიდე ეს არა. აი გატიტვიდა. მათესერაპარეთ ყველანი ერთად არიანო და მეგობრებო! არა. გადმოდით სავალი ნაწილიდან. მეგობრებო, გადმოვიდეთ სავალი ნაწილიდან. დისტანცია პოლიციისგან. გადმოდით ტროტუარზე. ზიდან. ხალხო გადმოდი. გავჩერდეთ არ ვიდა.
ეკონომიკის სამინისტროსთან მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, მცდელობისა, რომ ეს დღე ბოლომდე არ შემდგარიყო. მიუხედავად სირთულეებისა და გარკვეული ტიპის შეცდომებისა, აგეგმილი მანიფესტაცია შედგა 1 მაისი შედგა შრომელთა უფლებების შესახებ. რომ არსებობს განსხვავებული შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება შრომელთა უფლებების შესახებ და ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამ უფლებების დაცვის ავანგარდში დგავართ ჩვენ სტუდენტები. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა! შრომის უფლებების იცავს და სტუდენტების ოდნავ აგრესიულად განწყობილი ჩვენი აქტივისტები ამავდროულად ჩვენ თვალწინ სრულიად უდანაშაულოდ აიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც მხილებული იყვნენ მხოლოდ ერთ რამეში, რომ ისინი იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის მიუღებელი, ეს აფერხებს იმ პროცესს, იმ მიმართულებას, საიდანაც გვინდა რომ ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს.